გამარჯობა, მეგობრებო. დღეს მინდა ძალიან არომატული ვიდეო შემოგთავაზოთ. არ დავაყოვნებ ალბათ და დავიწყებ პირდაპირ დელინათი, ეს ულამაზესი პატარა პრინცესა, რომელიც შემოიმატა ჩემს კოლექციას. ეს გახლავთ დელინა ლაროსე, რომელიც არის ჩემი საყვარლესი პატარა ქილა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. ალბათ მომავალში უფრო დიდ სრულფასოვან ქილას შევიძე, რომელიც არ მგონი 75 მგ-იანი მაქსიმუმი რაოდენობის, მაგრამ მოკლედ დელინა არის ჩემი ერთ-ერთი დიდი ფავორიტი. არომატებს შორის ზოგადად ვარდი მიყვარს, მაგრამ მისი ყველა ის არ მიყვარს. ვარდის ყველანაირი გამოხატულება პარფიუმერიაში არ მიყვარს. არის ხოლმე ძალიან მძიმე ვარდი, რომელიც არის შეზავებული ხესთან, ვარდი, რომელიც არის რაღაცნაირად ძალიან ისეთი ხრცოვანი იმიჯის მატარებელი, ვარდი, რომელიც არის ძალიან ისეთი მხაჭნადი და არის ვარდი, რომელიც არის ძალიან აკვატიკური, ჰაეროვანი. ეს გახლავთ ზუსტად ის ვერსია ვარდის, რომელიც არის ძალიან ჰაეროვანი, ძალიან აკვატიკური და ძალიან, ასე ვთქვათ, სასიამოვნოა. იძლევა ძალიან ქალურ, მას რა ქვია, აურას, შთაბეჭდილებას და მოკლედ ვარდი, რომელიც არ აბერებს ადამიანს, ანუ ვარდი, რომელიც არ იძლევა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი დაიღალე ცხოვრებით და უკვე გინდა რაღაცა შენი პირადი პატარა ზონა, სადაც არავის არ უშვებ. ეს ის ვარდი არ გახლავთ. მოკლედ, ჩემი შთაბეჭდილება, მეგობრებო, დელინა ლაროსესთან მიმართებაში პირველ რიგში ძალიან მიყვარს ეს არომატი, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივი გამყოლობის არის. ხანგრძლივობა, მისი პროექცია, მისი სილიაჟი, ყველაფერი არის ძალიან, ასე ვთქვათ, ხარისხიანი და ძალიან ასე ვიტყოდი, გამორჩეული ცინცხალ პარფიუმებს შორის. ანუ ერთ-ერთი ძალიან ცინცხალი და გამორჩეული სუნამო გახლავთ. შთაბეჭდილება, რასაც ის მე მიტოვებს პირადად, აი რატო შევიძინე დელინა, ხო, რა მომეწონა მაშინ გახლავთ ის, რომ ჯერ ერთი ძალიან ახალგაზრდულია, ძალიან სუფთა ვარდია, ასევე ეს არის ვარდი, რომელიც არის ისეთი კეკლუცი რაღაც კუთხით, ანუ ძალიან კეკლუცი ვარდია, რომელიც არის შეყვარებული საკუთარ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე სადღაც, ვარდი, რომელიც არის შეყვარებული სიცოცხლეზე, უყვარს მზე, ვარდი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. ანუ არ გახლავთ ისეთი აი რაღაცა უხერხული სიტუაციის შემქმნელი. ეს შეიძლება იყოს პარფიუმი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფისის გარემოში, შეიძლება იყოს პარფიუმი, რომელსაც პირველ პაიმანზე გამოიყენებთ, პარფიუმი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში და როცა გინდათ მაშინ გამოიყენებთ, უბრალოდ იმდენად ძვირია, რომ არ მელევა მე პირადად, ანუ ვერ ველევი ამ პარფიუმს იმისათვის, რომ გამოვიყენო ყველგან, სადაც მინდა და მაღაზიებში და რაღაცა, ასე ვთქვათ, პრიმიტიულ მომენტებში, ანუ მე ამას მაინც ვიყენებ ისეთი შემთხვევებისთვის, როცა მე მინდა ვიყო ჩემი ფემინური ენერგიის მაქსიმალურ ზენიტზე, როცა მინდა გამოვხატო ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ფაფუკი, რაღაცნაირი ქალური მე, ყველაში არის ჩვენში მამრობითი ენერგია, მაგრამ აი ეს არომატი მე მეხმარება იმაში, რომ წარმოვაჩინო ჩემი, ასე ვთქვათ, ეს ქალური, ფემინური ენერგია უფრო წინ. გაფორმებაც არაჩვეულებრივია, ქილაზე ვგიჟდები, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი მინიმალისტური, მე ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ პარფიუმერიაში მე ძალიან მომწონს მინიმალიზმი, როცა საქმე ეხება გაფორმებას. არის ერთ-ერთი კომპანია, სახელი ახლა მართლა აღარ მახსენდება, მაგრამ აი მათი გაფორმება ქილებზე ძალიან მომწონს. ძალიან დიდი ხელოვნებით დახუნძული ბოთლები აქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პარფიუმერული ქილები არის ძალიან ზედმეტად გადაჭრა გადმოჭრაჭულებული. ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა გამოჩნდეს საზოგადოების თვალში და დატოვოს აურა, როგორც ასე ვთქვათ, ახალგაზრდული სულის, ახალგაზრდული სხეულის, ახალგაზრდული გონების მატარებელ პიროვნებად, რომელსაც არ ეზარება სიცოცხლე, რომელიც არის ძალიან ფემინური, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ისეთი მარტივი კომუნიკაციებში და რომელიც არის ასე ვთქვათ, ვიტყოდი ალბათ თვითკმაყოფილი რაღაც კუთხით, ძალიან ისეთი ნაზი. შემდეგი არომატი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, გახლავთ უკვე ნიშანესგან. ani დელინასგან განსხვავებით, სულ სხვა ტიპია, ეს უკვე ძალიან ისეთი სააშობაო, აურის მატარებელი სუნამოა, რომელიც ასე ვიტყოდი
გაჯერებულია სანელებლებით, ეს არის კარდამონის არომატი, რომელიც გამოსცემს აურას და ქმნის აი ისეთ გარემოს, სადაც აი მისი მატარებელი, ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ ანი არის უნისექსი, მაგრამ ჩემთვის არ არის უნისექსი, ეს ძალიან ისეთი რაც არ უნდა იყოს ქალის ვაიბებს ტოვებს ჩემში ახლა რაც არ უნდა გავპოპულარულდეთ და გავთანამებდოდეთ მაინც მამრია და მდედრი მაინც მდედრია ჩემთვის პირადად არ ვიცი ახლა თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას მაგრამ ჩემთვის არსებობს რაღაცები რაც არის მასკულინური და არის რაღაცები რაც არის ფემინური ანი ანუ მიჩნეულია არომატად რომელიც ორივე სქესს თითქოს უხდება მაგრამ მე არ მომეწონება მამაკაცი რომელიც ანის ატარებს ანუ ჩემში იქნება ისეთი აი ცოტა ფემინური ენერგია რო ჭარბობს მასში, აი მაგრამ ეს მე ვარ, ჩემზე აქ ახლა საუბარი და არა ზოგადად ყველა ქალზე, ამიტომ ჩემ შემთხვევაში ანუ ანი არის არომატი, რომელსაც მე მაგალითად ვატარებ ისეთ სიტუაციებში, როდესაც მინდა სადღეს ასწავლო განწყობა, აი ეს უფრო ისეთი არომატია, გაჯერებული, მძიმე, უფრო ნოყიერი, მსუყე, მაგრამ ისევ და ისევ ესეც ძალიან პოზიტიური ენერგიის მატარებელი. ანუ ეს ძალიან ასე ვიტყოდი, სადღეს ასწავლო, ძალიან ფოი-ფოი, რაღაცნაირი გარემო, ძალიან მაღალი წრე რო ტრიალებს სადღაც ძალიან ძვირადღირებულ რესტორანში და ყველა რომ ბედნიერია და ყველა სურს რომ უხარია. აი ასეთი ძალიან ფოი-ფოი პაკაზუხა არომატია ფაქტიურად. მაგრამ ხო აი სახლში მყუდროდ მარტო მყოფი ადამიანი მაინც ვერ წარმომიდგენია ანისთან. ანი არის უფრო აი როგორ იცით რო გიხარია სიცოცხლე რაღაცას რო აღნიშნავ და რო გადიხარ გარეთ ამ რაღაცის აღსანიშნავად. რაც შეეხება მის ახლა ხარისხს ძალიან ნიშანი ზოგადად ისეთი ბრენდია მართლა რომელიც არის ძალიან ხარისხიანი. და თავის ასე ვთქვათ სხვათაშორის ექსტრე დე პარფუმი გახლავთ, ანუ ეს არ არის უბრალოდ პარფუმი, ეს არის პარფუმის ექსტრაქტი, სადაც მისი ასე ვთქვათ პარფუმის დოზა უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივ ზეთოვანი დოზა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ პარფუმებში, იქ უფრო ალკოჰოლი ჭარბობს და ასეთი არომატების ხანგრძლივობა გაცილებით უფრო დიდია, განსაკუთრებით კანზე. ნიშანის არომატებს მე ალბათ უფრო მოვარიდებდი სათუთ ფაფუკ, ასე ვთქვათ ნაჭრებზე, ტანსაცმელზე არ გავასხამდი, იმიტომ რომ ის რაც არ უნდა იყოს, მაინც უფრო ზეთით უფრო არის დახუნძული ეს არომატები და შეიძლება რაღაცა დატოვოს კვალი მოკლედ. შორის სეზონსაც რო გითხრათ, ახლა სეზონი ჩაცმულობა ის უფრო არის ზამთარი, აი როდესაც გაცვია კლასიკურად, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დახვეწილად შენებური, ასე ვთქვათ, twist რაღაცნაირი არომატია დერსკი, მაგრამ სადღეს ასწავლო, აი ძალიან ის ფოი-ფოი რო ხარ და ამ დროს რომ მაინც მიდიხარ და საზოგადოებას უერთდები და მასთან ერთად რო აღნიშნავ რაღაცას, არა მარტო რაღაც სოლო და ძალიან ალფა, არამედ ვიღაცებთან ერთად. აი ესეთი საყვარელი არომატია. არ გაგიკვირდეთ ახლა რომ ამ კილას აღარ აქვს სტიკერი, მოვაშორი. ანუ გითხარით რომ ძალიან მომწონს, როდესაც არომატებს კილა აქვს მაქსიმალურად მინიმალისტური. აი ასეთი სახის კილები ჩემში აღვიძებს რაღაც ვინტაჟურობის, რაღაცა უფრო საინტერესოობის, რაღაც ვიზუალურად უფრო მსიამოვნებს ასეთი კილის ხელში აღება. აი ამ პარფიუმთან უფრო მაახლოებს მე პირადად, მაახლოებს მის ფერთან, მის ასე ვიტყოდი შემადგენლობასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ მას ჰქონდა აგერ წინ წებოს ის ჩანს კიდევაც ნაკვალ ქონდა აქ რაღაცა ძალიან დიდი სტიკერი, უაზრო, რომელსაც მარტო 5-იანი ეწერა, ანიგ ნომერი 5. მოვაშორე და წებო ვეღარ მოვაშორე, არც მიცდია მე დიდად რომ რაღაცა მომეჟორებინა. დავდოვე ასე ვთქვათ, მოდუთხნული, მაგრამ ზოგადად ძალიან მოწონს ესე. ყველა არომატს, რომელზეც შემეძლო მე დღეს ყველას არ გიჩვენებთ, იმიტომ რომ დანარჩენები გიჩვენებთ უკვე წინა ვიდეოებშიც, მაგრამ ყველა არომატს, რომელზეც შემეძლო მე სტიკერი მომეშორებინა, ყველას მოვაშორე და მოვატიტულე ეს ბოთლები, რომ იყოს ასე ვთქვათ, ჩემთვის ესთეტიკურად რაღაცა უფრო მეტად იწვევს ასეთი კილა ჩემში ინსპირაციას, ვიდრე აი დაფარული რაღაცეებით. ეხლა რა შეეხება არომატს. ეს არომატი ძალიან ისეთი არომატია ჩემთვის. აი მე პირადად მაქვს ამ არომატზე რეაქცია, რომ ბურძგლავს. ფაქტიურად ბურძგლავს ამ არომატზე. ეს არის
ძალიან სენსიტიური არომატია. არომატი, რომელიც აღძრავს კომფორტის შეგრძნებას, კომფორტის ყველანაირი გაგებით ახლა. სულიერი კომფორტი, განსაკუთრებით ფიზიკური კომფორტი. არომატი, რომელიც აღძრავს ასევე როგორც ანიკი, ესეც აღძრავს ანიკი კი არა, ისე როგორც ანი ნიშანესი. ანიკ ნომერი 5-იც აღძრავს დღესასწაულის შეგრძნებას. როდესაც რაღაცნაირი დღესასწაული, სადაც ახლად გამომწვარ ტკბილეულებს მივირთმევთ. დღესასწაული, როდესაც გარეთ ცივა და შიგნით ერთმანეთს ასე ვთქვათ, შამპანიურს ვუჭახუნებთ, ხო? ასეთი სახის არომატია, მაგრამ ანისგან განსხვავებით, ანიკ ნომერი 5 უფრო სენსუალურია, უფრო ანი არის პირდაპირ გაუმარჯოს სიცოცხლეს, მაგრამ ანიკ ნომერი 5 არის უფრო რომანტიკულია, ეს უფრო ორი ადამიანია, ეს უფრო ასე ვიტყოდი პირადი გარემოა, სადაც ბევრს არ უზიარებს შენს ემოციებს, ბევრს არ უზიარებს შენს ასე ვიტყოდი გარემოს. ანიკ ნომერი 5 არის ძალიან საოცარ ჩემში აღძრავს ქიმიურ რეაქციას. როდესაც მე ყნოსავ ამ არომატს, ჩემი ორგანიზმი რაღაცნაირად სადღაც ქიმიურად ირთვება ამ არომატის. დიდი ხანი რჩება ტანსაცმელზე, დიდი ხანი რჩება კანზე, თმაზე, ყველგან. ესეც ერთ-ერთი ხარისხიანი ნიშ პარფიუმერიის წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ და ძალიან ასე ვთქვათ სხვებისგან განსხვავებით ეს უფრო მეგობრული ფასი აქვს. არომატი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პარტნიორთან ერთად. Netflix and chill სიტუაციებში, არომატი, რომელიც პაემნებზე გამოგადგებათ, განსაკუთრებით მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. არომატი, რომელიც დღესასწაულთან არის კავშირში ჩემს გონებაში, არომატი, რომელიც არა საოფისე არ არის. საოფისე ეს არ არის, მიახჭობთ ვიღაცას იქ, არასწორ შაბეჭდილებას დატოვით. მოკლედ, ანიკ ნომერი 5-იც გახლავთ მეგობრებო, ის არომატი, რომელსაც მე ვურჩევ ყველა ქალბატონს, ვისაც უნდა, ასე ვთქვათ, რომანტიკული, მაგრამ სადღესასწაულო, ასე ვთქვათ, ფემინური, ძალიან მიმზიდველი გარემოს შექმნა, ვისაც უნდა, გარემო, სადაც შენ იგრძნობ შენს თავს ასე ვიტყოდი შენს მაღალმწვერვალებზე როგორც ქალი, მიმზიდველი ქალი და ასევე პარტნიორსაც შეუქმნი ისეთ გარემოს, რომ მას სიამოვნებს შენთან ყოფნა. თილია ალბათ. თილიას რატო ეძახი აღარ ვიცი ამ არომატს. თილია. ეს საინტერესო ისტორიაა, მეგობრებო. თილია მე გიჩვენეთ ჩემს მიუნხენურ მოგზაურობაში, ეს არომატი მე შევიძინე მიუნხენში. ეხლა გასულ დეკემბერს სამწუხაროდ მალტაში არ მოიპოვება ეს არომატი, ზოგადად საერთოდ ბრენდი ჯერჯერობით. შესაბამისად მე არ ვიცნობდი ამ არომატს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გაპოპულარულ და გაისროლეს რაკეტასავით ეს არომატი, სხვათაშორის ბრენდის ეს მეორე ასე ვიტყოდი ძალიან დიდი ხმამაღალი არომატია, იმიტომ რომ ძალიან ასე ვიტყოდი მას აქვს კიდე ამ ბრენდს მარგანტუან ბაროას აქვს კიდევ განიმედი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და არის და მგონი იქნება გაიხანს, მაგრამ თილიამაც არ დააყრუნა სხვათაშორის და არაფერი დააკლო. პირველად როცა მე თილია გავსინჯე, ჩემს კანზე ის ჩემი პირველი მასთან ასე ვთქვათ გაცნობა იყო ძალიან საინტერესო. ძალიან ისეთი სხვანაირად აღვიქვი იმ მომენტში, სხვანაირად დავინახე ეს არომატი ჩემმა კანმა, სხვანაირად გაიგო ეს არომატი, თუმცა ამაზეც იმოქმედა გარემო, სადაც მე მაშინ ვიმყოფებოდი, ტემპერატურამ, ჩემი სხეულის ტემპერატურამ და ასე შემდეგ, ხო? და ვიფიქრე, რომ იცი რა, დიდი არაფერი ეს არომატი მაშინ გაიხსნა ჩემს კანზე როგორც ჩვეულებრივი საპნის არომატი, საპონი, რომელსაც იყიდით ჩვეულებრივ მაღაზიებში და დადგამთ და დაიბანთ ხელს, სასიამოვნო საპონი. და ვიფიქრე, რომ ამ ხელა ფასის გადახდა ამ არომატში არ ღირს, რადგან მე ისედაც გრძელი ნუსხა მაქვს არომატების, რომელიც არის ჩემი სურვილების ნუსხაში და ვიფიქრე იმ ფულს, რომელიმე მათგანს დავახარჯავ თქო. თილია არ ყოფილა ჩემს ნუსხაში, იმიტომ რომ მე მას არ ვიცნობდი. შესაბამისად, მეორე დღეს, დილით ვიფიქრე
ბოლო ტესტირებას ჩავატარე, ბოლო შანსს მივცემ მე ამ არომატს და მოდი გავიფურებ დღეს და ვნახოთ აბა დღის განმავლობაში როგორ იმას იზამს თქო რა, ანუ როგორ წარმოშდება თქო. ვაიმე, ვერ წარმოიდგენთ რა სხვანაირად წარაჩინა არომატმა საკუთარი თავი ჯერ ეს ერთი. მეორე რა სხვანაირად დავინახე მე ეს არომატი და რამდენი კომპლიმენტი დააგროვა მან ერთ დღეში. აი შოკში ვიყავი მეგობრებო, თუმეტეს გერმანიაში მე არ ველოდებოდი ქუჩაში ხალხისგან კომენტარებს, რა თქმა უნდა უმრავლესობა მათგანი იყო უცხოელი, მაგრამ მაინც. რაც შეეხება ახლა თავად არომატს. ერთო რა კაია. და მას შემდეგ რაც მე შევიძინე, აი ვერ ვჭერდები, აი არ ვიცი, ანუ ეს კილა იყო ესე ვთქვათ, ძალიან კისრამდე იყო ავსებული და უკვე კი ხედავთ, რამდენი დავაკელი, ანუ ვიყენებ ამის თქმა მინდა. არომატი, რომელიც არის უნივერსალური. ყველა სიტუაციას რო ერგება გავგიჟდი. არომატი, რომელსაც ვერავის ვერ შევადარებ, მე პირადად არ ვიცნობ მე ჯერ სხვა არომატს, რომელიც გავს თილიას. არის მეგობრებო, სუფთა, ცქრიალა, ფარფატა, ჰაეროვანი, გიჟი გადარეული, ეგეც რო სიცოცხლის მოყვარული ტიპია. ეხლა დელინას თუ შევადარებ ამას, მათ შორის მსგავსება დიდია, მაგრამ განსხვავებაც ფანტასტიკოა. საოცრად დიდი განსხვავებაა, ის უფრო ესეთია, უფრო ნარცისიკალია, ის უფრო მას საკუთარი თავი ძალიან უყვარს, მაგრამ აი თილია არის უფრო სოციუმის ადამიანი, საზოგადოების ტიპია, სპიკერია, ადამიანი ინფლუენსერი, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია იმის რომ ვიღაცა მასზე უკეთესი გაიჩითოს. ეს ისედაც აი ადამიანი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, მზე, განსაკუთრებით ძალიან მზიანი არომატია, მეგობრებო. ჩემთვის ეს ასოცირდება მზესთან, სუფთა ჰაერთან, ბუნებასთან და ასე ვიტყოდი, რაღაც კუთხით თავისუფლებასთან. აი ძალიან თავისუფალი, ძალიან ისეთი არომატია. ჯერ ეს ერთი ის რომ მისი ხარისხი ფანტასტიკურია და ძალიან დიდი ხანი რომ ასევე პერფორმანსის ილიაჟი ყველაფერი რომ მაღალ დონეზე აქვს. მეორე ის რომ ეს არომატი მეგობრებო დღის განმავლობაში მაქვს მე მაგალითად ისეთი მომენტები, როდესაც ქრება, შემდეგ ისე ბრუნდება და მგონია რომ თილია უკვე აორთქლა და ამ დროს უცებ რომ ბუმ და ვიღაცისგან მესმის კომპლიმენტი რომ ვაიმე რა მაგარი არომატი გასხია რა არის. ეს არის ალბათ ის არომატი, რომელმაც ყველაზე მეტი კომპლიმენტი ააგროვა მთელ ყველა კილებში, რაც მე გამაჩნია. არომატი, რომელიც უმრავლესობა ადამიანებს მოსწონს ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბრად. არომატი, რომელიც ეს ის არომატია, რომელიც მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც არასდროს მეუბნება კომპლიმენტს არომატზე. არასდროს ამ ადამიანს არ მოსწონს არც ერთი ჩემი არომატი და ყოველთვის მეუბნება რომ გემოვნება არ მაგარი. მაგრამ თილიათი რო შევეგები, მახსოვს მისი რეაქცია რომ და ეგრევე სანამ მეტყოდა და გამარჯვებას მითხრა რომ ვაიმე რა კაი არომატი გაქვს და ჩემთვის ეს იყო ღმერთო ჩემო შენ თუ ამჩნევ ჩემს არომატს და თუ მოგწონს უკვე ხომ ანუ იმდენად ის იყო ჩემთვის მივხვდი რომ თილია ახდენს ასწავლებს. როდის და სად ვიყენებ ყველგან სადაც მინდა, როცა მინდა, რომელ საათში, სეზონში, დღეში, სიტუაციაში ყველგან მიდის ეს არომატი. აბსოლუტურად ყველა სიტუაციას უხდება მეგობრებო. სპორტ დარბაზი, შოპინგი, ოფიციალური შეხვედრები, პაემანი, Netflix and chill, რაც გინდათ ის დაარქვით, უხდება ოფის, უხდება გასაუბრებას, უხდება პაემნებს, უხდება ყველაფერს. სადაც გინდათ იქ გაისხეთ ეს არომატი, ყველგან წარმოჩნდებით თქვენს ტოპ მაქსიმუმ ასე ვიტყოდი პრეზენტაციის დონეს. ეს წარმოგაჩენთ როგორც ადამიანს, რომელიც უვლის საკუთარ თავს, რომლისთვის მნიშვნელოვანია მისი იმიჯი, მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გამოიყურება, მნიშვნელოვანია ის თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებაში, ადამიანი, რომელიც ადამიანი, რომელსაც აქვს ცოტა, მაგრამ ხარისხიანი. ადამიანი, რომელსაც ძალიან ისეთი ლაქშერი იმასაც ტოვებს, თითქოს ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აკლია ცხოვრებაში და ძალიან ისეთი მდიდარი თქვა ალბათ
ვერ ვიტყოდი. აი მე ვერ წარმომიდგენია ეს არომატი ახლა რომელიმე მამაკაცს. საერთოდ ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვერ ვხედავ ამ არომატს, ანის უფრო ვხედავ კაცებზე ვიდრე თილიას. თილი არის მაქსიმალურად ფემინური არომატი, მეგობრებო, მაქსიმალურად ფემინური ქალისთვის. აი ეს ისეთ ქალბატონებსაც არ მოუხდება, ვინც არის ძალიან კაცური იმიჯის მატარებელი, რომელიც აი ძალიან ისეთი ძალიან მამრობით ენერგიას რო ავქოვენ, მასაც არ მოუხდებოდათ ეს არომატი. ეს არის ფარპატა ქალი, რომელიც აი საკუთარ თავს მაქსიმალურად აჩენს როგორც ქალი. აბა რამდენი იცნობთ აი ამ ულამაზეს ქილას, აი ამ ფანტასტიკურ ბრენდს და აი ამ კონკრეტულ არომატს. მეგობრებო, ეს არის ვენეციელი ვაჭარი, ეს გახლავთ ჩემი ერთ-ერთი უსავალესი არომატი ანდალუსიელი მზე. ასე ქვია ამ არომატს. ამაზეც იგივე რეაქცია მაქვს, რა რეაქციასაც იწვევს ჩემში ანიკნომერი 5, მეგობრებო, ეს არის არომატი, რომელიც ჩემში რაღაც ქიმიურ პროცესს აღწევს. აი პირდაპირ ტვინს ეგრევე რაღაცა იმას აძლევს სიგნალს და ეგრევე რეაქცია ირთვება ჩემში. ტკბილია, ეს ტკბილი არომატია, გახლავთ ვანილას დიდი დოზა. ვანილას არომატია ფაქტიურად, მაგრამ არა ძალიან ზედმეტად ისეთი ვანილა, რომელიც გულს აკირევს ადამიანს. არის ისეთი არომატები, რომ სულ თქვა აღარ შემიძლია იმდენად წებოვანია ის ვანილა, ხო? აქ იგივე სიტუაცია არ არის, ეს უფრო ისეთი ხავერდოვანი ვანილაა. არომატი, რომელიც პირდაპირ იწვევს ხორციელ სიახლოვეს, იწვევს სურვილს, აი შეეხო, დაღმოსო, უკბინო, რა ვიცი მე, რაღაცე, აი ასეთ იმას იწვევს, ანიმალისტურ რეაქციას იწვევს ჩემში პირადად. არომატი ასევე, რომელიც ძალიან ბევრ კომენტარებს მიგროვებს, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს და მივხვდით ახლა რა არის ამაში კიდე საინტერესო, რომ მივხვდით იმისა, რომ ასეთი ანიმალისტური სახეობის ვანილაა, მაინც ის არის მიჩნეული როგორც ელეგანტური არომატი და არა ვულგარული. ძალიან ბევრს უთქვამს შემთვის, რომ რა თბილი და ელეგანტური არომატი გაქვს. ძალიან მართლა მიმიღია მსგავსი სახის ელეგანტური უხსენებიათ ამ არომატზე. მოსწონთ განსაკუთრებით მამაკაცებს, იმიტომ რომ მამაკაცებს უფრო მოსწონთ ეს ტკბილი, შაქრიანი, თბილი არომატები ვიდრე ქალბატონებს. ძალიან ისეთ თბილ, მზრუნველ, სენსუალურ შთაბეჭდილებას. ეს არის ქალი, რომელიც არის ძალიან ისეთი ზრუნავს საკუთარ თავზე, ზრუნავს საკუთარ საყვარელ ადამიანებზე. მოვლილია ეს ადამიანი, თბილია, აი თბილი ადამიანის იმას ტოვებს, ვისთანაც მისვლის არ შეგეშინდება და აი კიდევ ერთხელ გინდა რომ ჩაიყნოსო მის გარშემო ჰაერი, სანამ ის მოშორდება შენს, ასე ვიტყოდი, გარემოს. მურანოში დამზადებული ქილა, იქ ამზადებენ შუშის, არა მარტო ქილებს, არამედ ზოგადად შუშის კანდაკებებს, შუშის ნივთებს ასე შემდეგ და მე პირადად ვარ იქ ნამყოფი. როცა ვიყავ ვენეციაში, მურანოშიც გავიარე და ზუსტად იმაში ვიყავი, სადაც აი ამ შუშებს ამზადებენ. ეს არის მეგობრებო მატიერ პრემიერის სუნამო. ეს ბრენდიც არ იშოვება, არ იყიდება ჯერჯერობით მალტაში. ესეც მიუნხენში გავიცანი, ფაქტიურად მანამდე არ შევხვედრია ეს არომატი. და ძალიან მოუხდა მაშინდელ, ამ დეკემბრის სულს თოვს სიცივეს და იმ სუფთა კრისტალურ სუფთა ჰაერს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მატიერ პრემიერი არის ის ბრენდი, რომელსაც მოუხდება ისეთი ტემპერატურა, უფრო აი კრისპი, რასაც ქვია, ძალიან ისეთი შუშისებური, კრისტალურად ისეთი წკრიალა ჰაერი როა გარეთ, აი ისეთ ტემპერატურაში უფრო გამოჩნდებოდა ალბათ ეს არომატი ძალიან მაგრად, ვიდრე აი მალტის ძალიან ისეთ ნესტიან ძიმე, აი ამ მარილიანი ზღვის წყლით გაჯერებულ ჰაერში, სადაც აი რა ვიცი, ყველაფერი თუ ძალიან ნესტიროა მაგარი, აი თუმცა აქაც სიმართლეს გეტყვით, აქაც კარგად აჟღერდა ეს არომატი, ეს გახლავთ ფრანგული ყვავილი, French flower. ძალიან პაწუკაა, მაგრამ ნუეხუმრებით მის იმას, რა ქვია, ზომას ბევრჯერ გამოვიყენე და ვერ დავატყვე ქილას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა. ანუ ეს გახლავთ მეგობრებო, ყვავილების ძალიან დიდი ბუკეტია, ყვავილები, რომლებიც ჩემს გონებაში არის თეთრი და ყვითელი ყვავილების ნაზავი, რომელიც ატარებს
რომელიც არის თითოეული მათგანი ძალიან ისეთ ტკბილი, თეთრი და ტკბილი, ასე ვიტყოდი, ყვითელი ყვავილებია, რომლებიც საერთო ჯამში ტოვებენ, აი მე რო ფუტკარი ვიყო დავაჯდებოდი აუცილებლად. დავაჯდებოდი აი ამ ბუკეტს აუცილებლად ეს ძალიან მიმზიდველი კომპოზიციაა. ძალიან მოუხდება ეს არომატი გაზაფხულს, განსაკუთრებით აი ჩვენებურ ქართულ გაზაფხულს, როცა ძალიან ბევრი გვაქვს ეს მწვანე ბუნება, გვაქვს ეს მთები, გვაქვს ჭეშმარიტი გაზაფხული, ხო? იქაურობა სამ მოუხდებოდა ეს არომატი. დარწმუნებული ვარ, ასევე არომატი, რომელიც არის ძალიან ახალგაზრდული, ეს არის უფრო, იცით როგორი, აი ძალიან ბევრი ახალგაზრდული კომპოზიცია მაქვს დღეს, აი მაგალითად თილია, ლაროსე, ეს და შემდეგი რასაც ახლა გიჩვენებთ, ამის მერე ეგეც ძალიან ისეთი ახალგაზრდული, ფარფატა ისეთი არომატები, აი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ეხლა ყვავის, ეხლა იფურჩქნება, ეხლა იწყებს თავისი ცხოვრების თავგადასავალს და რომელიც ჯერ კიდევ სავსეა პოზიტივით, ჯერ კიდევ სავსეა, ასე ვიტყოდი, რწმენით, რომ სამყარო არის სამართლიანი და ლამაზი და ასე ყველანაირად ფერადი და ფარფატა. ძალიან ისეთი განსაკუთრებით ეს არომატი ვიტყოდი, არის ძალიან amateur, რასაც ქვია, ძალიან მოუხდებოდა თინეიჯერებსაც ეს არომატი, ძალიან მოუხდებოდათ გოგოებს თავიანთ 20-იანებში, მაგრამ 30-იანებშიც არა ვაწყენთ არავის კაცო როგორ გიკადრებათ ასე რომ გალბატონებ 30-იანებში 40-იანებში 80-იანებში მიიფყურეთ და გაიხარეთ ამ არომატით არაჩვეულებრივი ხარისხის არის არაჩვეულებრივი გამყოლობა აქვს არაჩვეულებრივი პრეზენტაცია აქვს ამ არომატს აი ყველანაირად არც ტანსაცმელს აზიანებს მიუხედავად იმისა რომ ეს გახლავთ პარფიუმი, ეს არ არის ექსტრე დე პარფამ, ჩვეულებრივი პარფიუმია, მაგრამ არავის რო არ ჩამოვარდება ისეთი ხანგრძლივობა ალბათ ამ არომატის არის სადღაც შემთხვევაში 7-8 საათი. ტანსაცმელზე მეორე დღესაც ჩვეულებრივად ჟღერს, ანუ ყველა ეს არომატები მეგობრებო, მე რაც მაქვს, ახლა მე მაქვს განსაკუთრებით ძირითადად ნიშ არომატები. მე საბოლოოდ ვუთხარი არა ჩვეულებრივ ლუქს არომატებს, იმიტომ რომ ძალიან მასაზე მორგებული არომატებია, იქაც არის ისეთი არომატები, რომლებიც ძალიან მომწონს და არის ესეთები რომ ისყიდვასაც ვაპირებ ლუქს სეგმენტში. მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ასე ვიტყოდი პრიორიტეტები მაინც ვიპოვე აი ამ ნიშას სეგმენტში, სადაც ეს არომატები ყველას არ გავს, ყველა არ ატარებს. ყოველ დღე არ არის ხოლმე ეს არომატი აი ჩემს ცხვირწინ არ ტრიალებს და როდესაც მე გავდივარ ამ არომატით, მე ვჩანვარ განსხვავებული. შესაბამისად კომპოზიციაც სხვა აქვს ნიშას, იქ ჟღერადობა სხვა აქვს, შთაბეჭდილება რასაც ისტოვებს განსაკუთრებით სხვა ვიდრე ლუქსის სეგმენტი, მაგრამ ეს არნიშნავს ისევ და ისევ იმას, რომ ლუქსში ყველა ცუდია. ანუ ლუქსის სეგმენტში არ მომწონს ის, რომ ყველა ერთმანეთს აკოპირებს და მაქსიმალურად გადავიდნენ მხოლოდ ვანილას სუნამოებს და ყველა გემრიელი არომატები აქვს დღეს ლუქს სეგმენტს, მაგრამ და ის რომ ერთ და იმავე არომატს 10,000 ჯერ უშვებენ და ეს ფლანკერები რო არ მთავრდება, აი პატივისცემა დამეკარგა ლუქსის სეგმენტის მიმართ, მაშინ შენ როდესაც ნიშობს და ძალიან ისეთი არომატებია ნიშურ სეგმენტში, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს ყველანაირ ასპექტში. და შესაბამისად ბოლო არომატი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, გახლავთ ბოლო არომატი, რომელიც გახლავთ, არის ბაირედოს Mojave Ghost-ი. ესეც ძალიან ახალგაზრდული და ძალიან არაჩვეულებრივი არომატია. ზაფხულისთვის, გაზაფხულისთვის და ცხელი შემოდგომისთვის, მეგობრებო, ერთ-ერთი რაც არ მომწონს Mojave Ghost-ის არის ის, რომ მისი ხანგრძლივობა ძალიან დაბალია ხარისხი, ანუ 3-4 საათში ქრება ეს არომატი. Mojave Ghost-ზე დავასრულებ უბრალოდ ჩამიკრა ეს ნატურა და ამიტომ ვფიქრობ დავასრულო ეს ვიდეო. Mojave Ghost-იც არის არაჩვეულებრივი არომატი, რომელიც გამოგადგებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც გინდათ, რომ რაღაც იმით, ასე ვიტყოდი, რაღაც არომატით გახვიდეთ 2 ან მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში. ეს არის კარგი არომატი დარბაზისთვის, სპორტ დარბაზისთვის კარგი არომატი, მინი ინტერვიუსთვის კარგი არომატი, რაღაცა პირველად
ფოლადი შთაბეჭდილების მოსახდენად, მაგრამ იმის იქით რომ არ გინდათ, ასე ვთქვათ, ვინმეს თავზე მოახვიოთ თქვენი არომატები, ესე შემთხვევაში მოჰავიგოს აუცილებლად გირჩევთ. ზოგადად ბაირედო არაჩვეულებრივი ბრენდია, ბაირედოში 99.99% ქილების მინდა რომ მქონდეს და მთელ ბრენდს ვიქონიებდი ჩემს მაშინ, იმდენად მომწონს მათი, ასე ვთქვათ, ჟღერადობა, მათი სტილი, მათი არომატები, მათი კომპოზიცია და ყველაფერი, მაგრამ ბაირედო მოიგოჭრებს ძალიან აი ამ თავიანთი პერფორმანსის ხარისხით. აი მათი არომატები მაქსიმუმ 5-6 საათი რჩება კანზე და მე ქრება, მოკლედ მეგობრებო, ამიტომ არის ასევე ბაირედოში არომატი, რომელიც ამომწონს, ეს გახლავთ ბალდა ფრიკი და არა მარტო ძალიან ბევრი არომატი მინდა მათი, მაგრამ თავს ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს არომატები არის ძალიან, ასე ვთქვათ, მინიმალური პერიოდის განმავლობაში ჩემზე და ამიტომ მე ვერ ვხედავ გამართლებას ვიყიდო ასე ძვირადღირებული არომატი და მე გაბყურების მერე 2 საათში დავიწყო მისი ძებნა, ბიჭოზე წახვედი. მოკლედ, არ გემშვიდობებით, გისურვებთ აუცილებლად ბედნიერ ლაღ, პოზიტიურ მზიან და ისეთ ფარფატა დღეს, როგორი არომატების დღეს გაგაცანით. დამიწერეთ აუცილებლად თქვენი უსაყვარლესი ნომერ პირველი არომატი, რომელსაც არასდროს უღალატებთ და რომელიც ყოველთვის გექნებათ თქვენს გარდარო. წავედი მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერ დღეს და დაგიბრუნდებით ძალიან მალე კიდევ კარგი ვიდეოებით.